პირველ რიგში ეს მაგალითად ხარებას კადრები, რომელიც ახლა გასაჯაროვდა, ხო, ეს მაგალითად საზოგადოებას არ ეგონოს, რომ რაღაც პირველად ეგრეთ წოდ დაუცდა ფეხი და პირველად დაარტყა მოქალაქეს. მე პირადად ვიცავდი ათობით მოქალაქეს, რომელიც ყვებოდა, რომ პირდაპირ ხარებასთან მიყავდათ და ის ძალადობდა ამ ადამიანებს. უბრალოდ იქ სამწუხაროდ კამერები არ იყო. ანუ ეს არ არის პირველი ქმედება, ანუ ეს მიჩვეულია. ესეთ რომ თვითონაც შურისძიების მოტივით ფიზიკურად უსწორდება და ძალადობს ამ ადამიანებს, ხო რა? აქამდე თუ გადმოცემით ვიცოდით ეს ყველაფერი ლაშა. ეხა უკვე ხილული მტკიცებულება არსებობს, რომ ხარება ამას აკეთებს. სახელმწიფოში ამ დროს რა უნდა ხდებოდეს? სპეციალური საგამოძიებო სამსახურს უკვე ხარება დაკავებული უნდა ყავდეს, პროკურატურა უნდა გამოკითხვაზე უნდა ყავდეთ აღნიშნული ადამიანი და ხარებას ბრალს უნდა უყენებდნენ, მაგრამ პოლიტიკოსები ამბობენ ვერ დაინახეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური თურმე ვერ ხედავს, გამოძიებაც არ დაიწყეს, ხო, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია არის. მე არც მიკვირს და რატო? ჩვეულებრივი პოლიციელი რიგითი კრიმინალები, დავარქვათ კრიმინალები ძალადობენ და იმათ ვერ იბარებენ და იმათ ვერ უყენებენ ბრალს და რომელ სისტემის თავარ ჯალათს, ხა რა თქმა უნდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვერ დაიბარებს, იმიტომ რომ ერთად არიან. კიდევ ერთხელ განმეორდები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სასამართლო, პროკურატურა, ყველა სხვა ინსტიტუცია არიან ერთად, რომ რამენაირად თავისუფალი ადამიანები დაჩაგრონ. ასევე მაგალითად პარლამენტი, ხო, ეს ქოცვების პარლამენტი, ხო, ესე შევაფასებ, მაინც ისეთ საკანონმდებლო ფაზას აკეთებენ, ეს ხალხზე კი არ არის მორგებული, ეს არის პირდაპირ დიქტატორაზე მოგებული და ავტორიტარიზმზე, რომ ისეთი სრულ სამართალი შექმნათ, თითქოს ხალხს აჯერებენ, რომ ეს არის სამართალი, სამართლით მოქმედებენ, ისეთ კანონებს იღებენ, მაგრამ ეს არის სრულ სამართალი. რომ ეს სამართალი ზოგადად აი ძალიან მოკლედ ვიტყვი სამართალი უნდა იქმნებოდეს და კანონები იმიტომ უნდა ემსახურებოდეს რამოდენიმე ინტერესს, საჯარო ინტერესს, ხალხს, სამართლიანობას, უფლებებს და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა შეიქმნას ყველა კანონი. ეს კანონები, რასაც იღებენ, ყველაფერი მხოლოდ ემსახურება ავტორიტარიზმის რეჟიმის გამყარებას. მხოლოდ ამის გამო იღებენ, სხვა მეტი და ის ცვლილებებიც ხო ამისთვის მიიღეს ლაშა 2 თებერვლის წინა დღეს, რომელზეც სანდრო ბარამიძე ყავდა, სხვათა შორის ჩვენ წინა ბლოკში სტუმრად, საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტი, რომელიც ამბობდა, რომ ეს ცვლილება, რომელიც შეიტანეს პრემიერის ბრძანებულებით, ხო, ეს სისხლის სამართლის კოდექსთან შეუსაბამოა, ვინაიდან იქ განსაზღვრული არ არის, რა ითვლება, ხო, მაგალითად სტრატეგიულ ობიექტებს, რომლის ბლოკირების ცდელობასაც ედავებიან და აი ახლა მაშვებიან რა ფაციფუცობენ, ასე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან თახვედრაში მოიყვანონ, მაგრამ უკვე თუ ეს დანაშაული, როგორც თავად უწოდებენ, ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, მაშინ ის დროში უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ახლა რომ ერთმანეთთან შესაბამისობაში, ანუ საერთოდ რა აბსურდში ვცხოვრობთ, აი საერთოდ რა ხდება ჩვენს გარშემო, მართლა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ ჩვენ გარშემო ხდება რა? მაგალითად იურისტები მთელი ცხოვრება ვსწავლობდით, რომ ჩვენ გვქნიდით სამართლებრივ სახელმწიფოს და საზოგადოებაც უნდა დამორჩილებოდა იმ კანონებს, რომელიც იქმნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე. მაგრამ აღნიშნული კანონები ხო, სწორედ აღნიშნა, არის რეპრესიული კანონები, აღარ არის სამართლებრივი მოდელი, სამართლებრივი სახელმწიფოს აღარ ქმნიან. ესენი ქმნიან რეპრესიული სახელმწიფოს და რეპრესიული სახელმწიფოს კანონებია და ეს კანონები მხოლოდ ემსახურება დიქტატურას და რაც შეეხება აი მაგალითად წინა ბლოკში სწორედ აღნიშნა, მაგრამ მე უფრო განვავრცობ ამ თემას და ვიტყვი რომ მათ არ აინტერესებთ ეს კანონები მოვა ერთიანობაში არ მოვა ევროსაბჭოს გამოუცხადეს ბოიკოტი ევროსაბჭოს თუ ბოიკოტი გამოუცხადე ამის შემდეგ ერთი ნაბიჯია რომ გამოხვიდე თუ იქიდან გამოხვალ ესე იგი ევროსასამართლოსაც კარგავს ანუ მაშინ აღარ აინტერესებთ საერთოდ არავით არის სამართლებრივი ეს იმას ნიშნავს ჩვენმა მაყურებელმა რომ იცოდეს ლაშა და თქვენ უკეთ განუმარტავთ რასაკურველია რომ ჩვენ როცა ბოლო იმედი გვაქვს ხოლმე აი ამ უსამართლო ქვეყანაში და მურუსიძის სასამართლოს პირობებში რომ ახლა წავალ და სტრასბურგში ვიპოვით სამართალს, ხო? აი ამ სამართალსაც ვეღარ ვიპოვით, მეგობრებო, თუ ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანა, იმიტომ რომ თუ ისინი გამოვლენ, აი ამ კონვენციის ნაწილი აღარ იქნება, როგორც რუსეთი და მისთვის აღარ სავალდებულო აღარ იქნება იგივე სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულება. ხო, აქეთ მივდივართ, ლაშა. ზუსტად ბოიკოტი არის პირველი ნაბიჯი, ბოიკოტის შემდეგ არის გამოსვლა. გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვეღარ მივმართავთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენლები, რომ აღნიშნულ ადგილას დაირღვა უფლებები, იმიტომ რომ ქვეყანა აღარ იქნება ხილშესახები, ანუ აღარ იქნება მონაწილე. ამიტომაც ეს უფლებაც აღარ იქნება. დღესაც აი მაგიტომაც მე ადრეც აღვნიშნე, რომ სასამართლოში ადრე სადამ თითქოს ვითომ თამაშობდნენ და ევროკავშირისკენ მივდივართ, წინ სვლელობა ევროპა ასე შემდეგ. სასამართლოში თითქოს რაღაც ფორმალურ დანაწესებს იცავდნენ. ეხლა საერთოდ აღარ აინტერესებს. ჩემი აზრით იციან სასამართლოში
შემთხვევაში რომ ესენი აპირებენ გამოსვლას. იმიტომ რომ იმ წესებსაც აღარ იცავენ, რაც დასაცავი იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამ წინებზე საქმე მქონდა, აი დასკვნითი სიტყვა საზოგადოებას რო აღვხსნა და აი წარმოვიდი დასკვნითი სიტყვა რას ნიშნავს? დაიკითხენ მოწმეები, გამოვიკვლევთ სხვადასხვა ვიდეო მტკიცებულებები, შესავალი სიტყვა თქვენ და დასკვნითი სიტყვა არის შემაჯამებელი და სასამართლოს უნდა დაუმტკიცო ეს ყველაფერი და მოსამართლე მეუნება ეს ყველაფერი ჩაატიო 80 წამშიო. აი 80 წამში როგორ უნდა ჩავატიო, რაც არ უნდა მართალი ადამიანი იყოს 80 წამში ისე როგორ და გადმოვცე, ხო და ეს რატო 80 წამი რო წაიღო ხა მაგალითად სტრასბურგში. სტრასბურგი აუცილებლად დაადგენდა რომ სამართლის უფლება დაირღვა. ადრე 80 წამს არ იტყოდნენ. ეხლა უკვე აღარ აინტერესებთ ეს ყველაფერი და ერთსაც ვიტყვი რა საზოგადოებისთვის მინდა რომ აი როგორც ადვოკატმა თქვა რომ აი მინდა რომ მართალი ვიყო ყველასთან. მე პირადად ადვოკატს, სხვა ადვოკატებსაც გვიჭირს ამ ადამიანების უფლებების დაცვა. ანუ ადვოკატები მხოლოდ სასამართლოში ამ ადამიანების უფლებებს ვეღარ ვიცავთ. იმიტომ რომ სასამართლო არის წართვეული. ვისაც ამ ადამიანების ბედი შეგტკივათ, გინდა იცით რომ თავისუფალი ადამიანები მართლები არიან და ისინი ბრძვიან საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის, ხო? თუ ეს ყველაფერი გჯერათ, სოლიდარულები ვიყავით და უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს უკვე არის წარსული. აუცილებელია დავამატოთ ქმედითი ნაბიჯები, ქმედითი სოლიდარულები შეიძლება ყველაფრის გამოვიყოთ, ხო? მაგალითად რაღაც აი მე მაგალითად სამწუხაროდ აი ძალიან ისეთ მაგალითს მოვიყვა, ხო? აი სადღაც ვიღაცას უჭირს და სოლიდარული ვარ, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაშია და ვერ გავდივარ, ვერ ვეხმარები, არ მაქვს ამის არც ფინანსური მდგომარეობა, არც შესაძლებლობა. მაგრამ სოლიდარულობას დღეს საქართველოს მოქალაქეს თავისუფალ ადამიანებს რომ ებძვიან, იჭერენ, ცხოვრებას ართმევენ, მარტო სოლიდარულობა აღარ კმარა. აუცილებელია გვერდში დგომა და ქმედითი ნაბიჯები, ვისაც როგორ შეგვიძლია ჩვენ თავში ჩავიხედოთ და თუ შეგვიძლია უფრო მეტი, უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი. თუ გჯერათ ვარ და ყველა სახში მოგვაკითხავენ აუცილებლად.